This პატიმრების ოჯახის წევრები დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პაվել ჰერჩინსკის შეხვდნენ. Ისინი ამ მომწურავ ინფორმაციას აწვდიდნენ დიპლომატიურ წარმომადგენლობას გამოგონილ ბრალდებებზეც, რუმოწმოებზე, არარსებულ მტკიცებულებებზე, იმაზე თუ რა მეთოდებით ებრძვის ოლიგარქი ივანიშვილი თავისუფალ აზრს ქვეყანაში. შეხვედრაზე იმყოფებოდა ნესტანცია სკლაძეს ნეტგაზეთის რედაქტორი სალომე ბოკუჩავა იმყოფება საელჩოსთან და მეც მოგვიყვება ახლა პირდაპირ ეთერში. სალომე, დასრულდა თუ არა ეს შეხვედრა გისმენთ? დიახ, 2 საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა შეხვედრა, რომელიც უკვე დასრულებული არის რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმა და ასევე ჟურნალისტებმა დატოვეს დაასრულეს შეხვედრა და გამოვიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ევროკავშირის ელჩმა ახსენა სიტყვა მწამებლები და ასევე მწყობრიდან გამოსული ქართული ოცნება, ასეთი არის ელჩის შეფასებები ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. მან პირადად მოისმინა დღეს ოჯახის წევრების და ახლობლების მხრიდან პოზიციები ბრალდებულების საახლობლო წრის, ასევე დეტალურად მოისმინა ვინ რა ვითარებაში დააკავეს და რას ედავება მათ გამოძიება. ოჯახის წევრები განმარტავენ შეხვედრის შემდეგ, რომ იმედიანად დატოვეს შეხვედრა, რადგან დეტალურად ყოველი მათგანის ისტორია იყო მოსმენილი, თუმცა ოჯახის წევრების ნაწილმა ასევე აღნიშნა, რომ სახელი და გვარებით შეეცადნენ არ ესაუბრათ მათ პატიმარშვილებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ ახლა რეჟიმს არა მხოლოდ ერთი პატიმარი ყავთ, მათ საერთო საქმე აერთიანებთ და აუცილებელი არის ყველას გათავისუფლება. ისინი იმედს იტოვებენ, რომ სანქციები უფრო მკაცრი იქნება ქართული ოცნების, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მათ შორის ისეთი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათ ფინანსურ მდგომარეობას. შეხვედრა 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შუამდგომლობით ელჩსა და ოჯახის წევრების შუამდგომლობა გაუწია პარტია ახალმა დროა და გირჩმა, სწორედ მათი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ დღევანდელ შეხვედრას, რომლებიც ამბობენ, რომ ელჩი თავის შეფასებებში საკმაოდ მკაცრი იყო. დიპლომატები არიან და ეს კონკრეტულად რაღაც, რა თქმა უნდა, არც მუხარებია თავრობის მიმართ, არც რაღაც კონკრეტული დაპირებები, მაგრამ აშკარად ეთყობა, რომ ადამიანებად უკვე ჭკუიდან არიან ესენს გადასულები, ვერ უძლებენ, ანუ უკვე დიპლომატიური ენის შენარჩუნებაც კი უჭირთ ანუ ამ თავრობის, ეგრეთ წოდებული თავრობის მიმართ. არა დიპლომატიური, ანუ რეპლიკებით, ანუ არა შეურაცხყოფელიც არა, მაგრამ არანაირ ამ ბალანსაც ვეღარ იცავენ, რომ მოიხსენიონ ეს ადამიანები, გამოიყენებენ კონკრეტულ ლექსიკას, მწამებლებს, ასე რომ ვთქვათ და საშინელ რაც გააკეთეს ქუჩებში მის აღსაწერად არანაირ დიპლომატიურ ენას აღარ იყენებენ, ამობენ პირდაპირ რაც იყო ეს. თითქმის ყველა მოვყევით ჩვენი ამბავი ძალიან კარგად მოგვისმინა. პრინციპში ღია ტექსტით იყო უკვე ღია ტექსტით დაგამახსოვრათ? არა, მაგას მე ეხლა ვერ გავაჟღერებ, მაგრამ ეს იყო ღია ტექსტით, რომ ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გამოსულია წყობიდან. იცით რა, ჩვენ ყველანაირად უნდა ვიბრძოლოთ და გავიტანოთ ჩვენი ამბავი ევროპაშიც, ამერიკაშიც და ნახოთ რა შედეგს გამოიღებს. მხარდაჭერას გვიცხადებენ, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ძალა არის ჩვენთვის ევროკავშირის ესეთი ძლიერი პოზიცია. მადლობლები ვართ დაათმობილი დროსთვის და იცოდე საქართველოს თითოეულ მოსახლეობამ, რომ ევროკავშირი ჩვენთან არის და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გადაიდგეს ქმედითი ნაბიჯები ჩვენს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან მიმართებაში. მე მიმართე ზოგადად დახმარებისკენ, სასამართლოების მონიტორინგისკენ, საერთოდ ქვეყნის მხარდაჭერისკენ. იმიტომ რომ ამ არჩევანს თუ არ დაუჭირეს ჩვენს არჩევანს თვითონაც მხარი, ისე შედეგი დროში გაიწელება ვთქვათ და ხელმოსაჭიდი არ იქნება. ჩვენ ზოგადად ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ აქ აუცილებლად გასანხილველი და მისახედი იყო, რომ დასანქცირებულ მოსამართლეებს გამოქონდათ ჩვენს პატიმრებზე, სისტემის პატიმრებზე განაჩენი, ასევე პროკურატურა, რომელიც არასწორად იძიებდა ამ საქმეებს, ასევე პოლიციელების არაუკანონო დაკავებებზე და აღშფოთება ვერ დამალეს და უწოდეს
ფაქტიურად მწარმებელი მთავრობა თუ ეგრეთ წოდებული და ახსენეს რომ ესენი მუშაობენ ძირითადად ტიტუშკებით. 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა შეხვედრა რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებისა და ევროკავშირის ელჩს შორის. შეხვედრა პირველად გაიმართა ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან, თავად ელჩი იყო შეხვედრის ინიციატორი.